225 ჰაერში სპეციალური დავალების შესასრულებლად აფრინდა. Სახლობის დაცვაში ორივე ბომბგამშენი მიზანზე გავიდა. Ხოძირამდე საფრენი აპარატი პილოტებმა ქართული ავიაციის ისტორიაში პირველად ჰაერი ტიპის მართვადი რაკეტით გაანადგურეს. არის საჰაერო მიზანზე ასე ვთქვათ მოქმედების გაწყვეტილება. ეს ჩვენთვის პირველისათვის არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჰაერში იბრძოლა მომავალში ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ჩვენ გვყავს. პირობითი საჰაერო სამიზნე ამჯერად ეგრეთ წოდებული მანათობელი ბომბები იყო, რომელიც სწავლების დასაწყისში თავად სულ 25-მა ჩამოყარეს. საჰაეროს წვრთნა კონდორი 2008 შავი ზღვის აკვატორიაში უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს. მაშინ ქართული ავიაცია თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობს. ამ სწავლების შედეგად პირველში ფრინავმა შემადგენლობამ, ტექნიკურმა შემადგენლობამ, საჰაერო მართვის შემადგენლობამ შევიძინოთ ესე იგი კოორდინირებული ურთიერთმოქმედება საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდების მართვა, მათი მიზანზე გაყვანა და ეს ყველაფერი დაგვირგვინდეს გამარჯვებით. სწავლებას დღეს გაერთიანებული შტაბის უფროსიც დაესწრო. სულ 25-ების საჩვენებელი გაფრენის ნახვის შემდეგ ვლადიმერ ჩაჩიბაია პილოტებს პირადად შეხვდა და მათი მეთაური ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მახას ტაბატაძემ ჯილდო 8 აგვისტოს გამთენისას რუსული ჯავშან კოლონების განადგურებისთვის მიიღო. საავიაციო ბაზის მეთაური სხვა პილოტებთან ერთად უკვე ჰაერი ტიპის რაკეტების როლის დახვეწაზე მუშაობს. ძირითადი მიზანი ამ სწავლების, რაც შეეხება პილოტებს, ეს არის მართვადი რაკეტების გამოყენება საჰაერო ბრძოლაში და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების აღმოჩენა და განადგურება. სწავლება 25 დეკემბერს დასრულდება დასკვნით ეტაპზე ქართული ავიაციის ყველა სახეობა რეალური საბრძოლო მოქმედების იმიტაციაში ჩაერთვება.